ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმები გააცნო დღეს დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს. სასჯელ აღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ლექცია კონსტიტუციის ახალ პროექტს, საარჩევნო სისტემას და პოლიტიკური პარტიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა. დემოკრატიის მეორე ტალღა ამ თემაზე დიმიტრი შაშკინს სტუდენტებთან შეხვედრები აქამდეც ჰქონია. დღევანდელ შეხვედრაზე სასჯელ აღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, პატიმრობის კოდექსი და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. სტუდენტებს აქვს შესაძლებლობა, რომ დაუსვა ნებისმიერი შეკითხვა მთავრობის წევრებს და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა 24 საათიან რეჟიმში. ამავდროულად ესეთი შეხვედრები არის იმის ნიშანი, რომ რამდენად მაღალი არის დემოკრატიის დონე ჩვენ ქვეყანაში, როგორც კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა მთავრობის წევრებს და მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მას აინტერესებს. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი აზრი გავაცნოთ მათ, თუ რა ინტერესები გვაქვს და ეს მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და საერთოდ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებისთვის დამხმარე იქნება.